Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი 9-ზე პროტესტი ქობულეთში რაიონის 4 საბავშვო ბაღში გამოცხადებული კონკურსის მონაწილეები საკონკურსო კომისიას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ. Ყოფილი კონკურსანტები ამტკიცებენ, რომ კომისიის წევრებმა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები შეარჩიეს. არ არის გამორიცხული, რომ დავა სასამართლოში გაგრძელდეს. Tamta Goliadze და მანონი რეჟვაძე ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიერ გამართული კონკურსის ვიდეო ჩანაწერს ითხოვენ. კონკურსი რაიონის 4 საბავშვო ბაღის პერსონალის დასაკომპლექტებლად 26-28 ფებრუარს ჩატარდა. საკონკურსო კომისიამ მათი კვალიფიკაცია არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია. კონკურსანტები ამბობენ, რომ შედეგები პოლიტიკურმა სიმპათიებმა, კერძოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერამ განაპირობა. Ჩვენ ვითხოვთ უბრალოდ იყო გადაღება და ამ გადაღებების გაშლას კადრების, რომ ნახოთ შედარება, თუ ვინ რა პასუხი გავეცით. იყო კითხვა თუ ვის მიეცით ხმა. მე ვფიქრობ, შეიძლება ტყუილად კითხო, ეს უბრალოდ კითხვა, მაგრამ უბრალოდ ამას არ გეკითხებიან. დერეფანში ზურგით ვიდექი ქალბატონი ლამარა გამოვიდა და ერთ-ერთ კონკურსსაც უთხრა, წადი არ გამოხვიდე, შენ დანიშნული ხარ უკვე. ქობულეთის საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე ივერი გუგუნავა ამბობს, რომ კონკურსის პირობები და შერჩევის კრიტერიუმები ბუნდოვანი იყო. კონკურსანტები მოატყუეს და 8 მარტს გამოცხადებული საბოლოო შედეგები ერთ დღეში შეცვალეს. 8 რიცხვში გამოქვეყნდა სია და უკვე 9 რიცხვში დღის მეორე ნახევარში სია შეიცვალა. ესე იგი, ფარსთან გვაქვს აბსოლუტურად საქმე. კონკურსი უნდა ჩატარდეს განმეორებით. საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი პოლიტიკური ხასიათის შეკითხვების დასმას უარყოფს. საკონკურსო სიის ცვლილებას კი ხარვეზის გასწორებით ხსნის. მე დავუშვი ერთი ძალიან დიდი ხარვეზი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ დავითვალისწინე რა განცხადების შევსების დროს ძალიან ბევრი კონკურსანტის კვალიფიკაცია, ამიტომ შეკითხვები ისეთი რთული კი არა, ის არის ისეთი არ იყო, როგორც საერთოდ კონკურსი უნდა ყოფილიყო. სია შეიცვალა, უზუსტობა გაგვეპარა. უზუსტობა ნამდვილად გაგვეპარა და აი ეს ერთი მომენტი იყო, რომ ქულების დაჯამების დროს მოხდა შეცდომა. ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები კონკურსის ხელმეორედ გამართვას ითხოვს და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მომხდარზე საკრებულომაც უნდა აიღოს, რადგან ბაღების გაერთიანება მას ექვემდებარება. აღნიშნული ორგანიზაცია დაფუძნებულია საკრებულოს მხრიდან და ანგარიშვალდებულია თვითმმართველობის ორგანოს წინაშე. საკრებულოები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებით არიან დაკომპლექტებული, ხოლო ის განცხადებები, რომ კომისია თითოეულ კონკურსად პარტიულ კუთვნილებას ეკითხებოდა, ცხადად წარმოაჩენს იმ სავალალო მდგომარეობას. ბაღების გაერთიანებაში საკონკურსოდ 140 განაცხადი შევიდა, საიდანაც გასაუბრებით 46 პირი შეირჩა. საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში 30-მდე კონკურსანტი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.